ეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მწვანე ქალაქში, სადაც აივი, ალექსი, სკოტი და ლუნა თავიანთ ოჯახის წევრებს აჩვენებენ, როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე მარტივი, ყოველდღიური აქტივობებით. ქალაქი მიუერთდა მერების შეთანხმების ინიციატივას და აიღო ვალდებულება, სულ მცირე 35%-ით შეამციროს CO2-ის ემისიები 2030 წლისთვის. ლუნა სამზარეულოში თავის მშობლებს უხსნის, როგორ ეხმარება ქაღალდის, პლასტმასის, მეტალებისა და სხვადასხვა მასალების გადამუშავება ნარჩენების შემცირებას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ალექსი სახლში აჩვენებს თავის მშობლებს, როგორ შეიძლება სხვადასხვა საგნების ხელახლა გამოყენება სახალისოც იყოს და გარემოსთვის სასარგებლოც და ძველი ქილებისგან ქმნის სათავსოებს სხვადასხვა ნივთისთვის. ამავდროულად სკოტი აჩვენებს თავის მშობლებს, რომ ცარიელ ოთახებში სინათლის ჩაქრობა უზარმაზარ ენერგიასა და ფულს ზოგავს, რაც გარემოსაც ეხმარება და ოჯახის ბიუჯეტსაც. თავის მხრივ, აივის მიჰყავს მშობლები ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე. ის უხსნის მათ, რომ ადგილობრივი პროდუქტების შეძენა ამცირებს დანაგვიანებას. რადგან ეს პროდუქტები არ ტრანსპორტირდება დიდ მანძილზე, დღეს ჩვენმა ახალგაზრდა გმირებმა შთააგონეს თავიანთ ოჯახებს, რომ გამოიმუშავონ ახალი მწვანე უნარჩვევები და დაამტკიცეს, რომ ყველას, ბავშვებსაც და მშობლებსაც შეუძლიათ გარემო უფრო ჯანსაღი გახადონ. აივი, ალექსი, სკოტი და ლუნა ძალიან ბედნიერები არიან, რომ მათ თავგადასავლებში შემოუერთდით და მათთან ერთად ისწავლეთ, როგორ დაიცვათ გარემო. ახლა კი მშვიდობებით, რადგან ჩვენი სერია მთავრდება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ ეპიზოდებში კვლავ გიხილავთ.